ლატვიაში ქართველების საიმას პარლამენტის თავმჯდომარეს დაიგა მერინია შეხვდნენ. შევხვდით, რა კი თქვენი მონამორჩილის მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ჩვენ მოგწეს 30 წუთი, მაგრამ საბოლოო ჯამში ლამის მთელ საათს ვესაუბრეთ და ის გვესაუბრა. მთავარი რაც ვთხოვეთ, ლატვიამ გამოიჩინოს ინიციატივა და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად მიმართოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომლის კომპეტენციაში შედის რეალურად წევრ სახელმწიფოებში მომხდარი დანაშაულის გამოძიება. როგორც მოხდა ერაყში მაგალითად, სირიაში მოხდა ასე, ან სხვაგან. საქართველოშიც კითხვებს პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ საერთაშორისო გამოძიება უპასუხებს და არა უფროს ლეიტენანტ მდინარაძის კანტორა, რომელიც ახლა იმითაა დაკავებული, რომ აქრობს სამხილებს, ანადგურებს. ჩვენ მოუყევით რამძიმე მდგომარეობაშია ქართული მედია. მოუყევით რა ანტიადამიანურ და ანტიდასავლურ კანონებს აწყობს დილას აღამოს უკვე ქოციემისთვის, რათა ადამიანებს ხმა ჩააწყვეტინოს, ქუჩაში გამოსვლა აუგზავნოს, გააუქმოს სამოქალაქო სექტორი, რომ უბრალოდ მოიცილოს წინააღმდეგობის უკანასკნელი ორგანიზებული სივრცე, ელემენტარული. არ მოგატყუებთ, რომ ლატვია ხვალ-ახლა ხმალს იშიშვლებს და 9 თავიან რუსბორიას ეკვეთება. მაგრამ ამ შეხვედრით, სხვა შეხვედრებით, დასავლეთში მეგობრების მობილიზებით რეჟიმს ეს თავები ერთმანეთის მიყოლებით დასწვივდება აუცილებლად. არც იმას მოგატყუებთ, ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი იქვე ინტერვიუზე რომ არ დამთავრდა. უარი მითხრა. მაგრამ ბოლომდე გამოსულები არ ვიყავით საიმას შენობიდან, ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, ქოციც მიხვდება, რომ იმ ანეკდოტის არ იყოს მგონი გაბრაზდა, მართლა გაბრაზდა. დღეს შევხვდი ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. სამწუხაროდ მოქმედი მმართველი პარტია სულ უფრო სცილდება დემოკრატიულ ფასეულობებსა და ევროკავშირის ინტეგრაციის გზას. ლატვია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს. ისევ გაგიმხელთ საიდუმლოს. როდესაც დადასტურდა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგებოდა, დავიწყეთ ფიქრი, რა გვეჩუქებინა ქალბატონის სპიკერისთვის. სტანდარტული ქართული იდეა ღვინო. მაგრამ შემდეგ გონიერმა ხალხმა გვირჩია, ესენი კანონის ხალხია და შეიძლება ოპოზიცია მერე ამოუქეკოს მაგ ბოთლის მიღების ამბავი და მოითხოვოს საპარლამენტო გამოძიებაო, მაგალითად. რაღი და ღვინო. ვინმე შეიძლება დააბრალოს, რომ ქრთამი მიიღო. მოკლედ, უფრო მარტივი და გემოვნებიანი იქნება თუ წიგნს აჩუქებთ. ღვთისმადლით, რამდენიმე თვის წინ ლატვიურად არგნეს მერვე სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ წაკითხული ჯერ არ აქვს და მთელი სიამოვნება წინელის. თან წიგნი ვაჩუქეთ ავტორის ხელმოწერილი ეგზემპლარი. ასე იყიდება მაღაზიაში და როცა უხსნიდი რა წიგნი იყო, რამდენად რთულ დროებას ეხებოდა, რა განსაცდელს აღწერდა გინდა ადამიანებისთვის და გინდა ქვეყნისთვის, აღმოვაჩინე უცებ ერთი რამ. ახლა ამ წიგნის მესამედი უკვე გავიარეთ. სადღაც 30-იან წლებში ვართ. ოღონდ ჯერ კიდევ შეგვიძლია წინააღმდეგობა. გინდ გარეთ და გინდ შიგნით და აი ზუსტად მაგას ვაპირებთ.